რამიშულს იგივე ზარალას იარაღის უკანონო ტარებისთვის გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება მას დღეს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ოფიციალურად გააცნეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ რამიშულს აეროპორტში ბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი უპოვეს. პროკურატურამ მისთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ვალტერის მოდელის 9 მმ-იანი კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მეოთხე ნაწილი წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმება დაცვის მხარე. პროცესის დაწყების წინ ადვოკატმა თქვა, რომ მოსამართლეს გირაოს შესთავაზებს. Absolutურად არ არის სამართლიანი ყველაზე მკაცრი აღკვეთებისძიების პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან როგორც შიდა ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა რობრის სასამართლო ცალსახად საუბრობს იმაზე, რომ პატიმრობა შეიძლება იყოს უკიდურესი აღკვეთებისძიება, როდესაც სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთებისძიებით არ შეიძლება იმ ამოცანების და მიზნების მიღწევა, რასაც მიზნად ისახავს ზოგადად აღკვეთებისძიება. ჩვენ ბუნებრივია შევთავაზებთ გირაოს და იმეც ვიტყობთ, რომ სასამართლო იქნება ობიექტური. მასთან კონსულტაციის შემდგომ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მას აქვს უფლება, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღოს, ამიტომ მე ვერ მოგახსენებთ გირაოს ოდენობასთან დაკავშირებით. როგორ მოხდა ბიზნესმენის ხელბარგში მის სახელზე რეგისტრირებული იარაღი. საეჭვო გარემოებას ისიც ამყარებს, რომ გიორგი რამიშვილი როგორც წესი დაცვით გადაადგილდებოდა. ხშირად მოგზაურობდა, შესაბამისად ისიც კარგად ეცოდინებოდა, რომ ბარგი აეროპორტში სკანირებას გადის. მიუხედავად კითხვის ნიშნებისა, რამიშვილის უფლებადამცველიც და ოჯახიც ირწმუნებოდნენ, რომ მომხდარი უბრალოდ შემთხვევითობა იყო და პოლიტიკას არ უკავშირდებოდა. ბატონი გიორგი ამბობს იმას, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, შეიძლება ამას ეწოდოს შეცდომაც კი, არანაირად პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირებს ამ ინციდენტს. რამიშვილის დაკავებაში სწორედ რომ პოლიტიკურ კონტექსტს ხედავენ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მის მიერ შექმნილი სისტემით ეტაპობრივად უსწორდება საკუთარ ჩინოვნიკებს და უკვე ბიზნესმენებზეც გადავიდა. ეს არის პოლიტიკური დაკავება, აბსოლუტურად არწმუნებული ვარ ამაში. რა მოხდა გუშინ ისეთი, რომ მას შეეხნენ. რატომ უთხრა ვიღაცამ, რომ შენ ხელშეუხებელი არ ახარ? ხომ ესეთი არის, იმიტომ რომ როცა შენ იცი, რომ შენ ხელშეუხებელი არ ახარ, არაფრით არ გამოყვება შემთხვევით ჩანთაში იარაღი. გვაქვს საფუძველი გაჩნდეს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც მის მიმართ რევანშისტულ ან სხვა სახის ღონისძიებებს ჰქონდა ადგილი. გიორგი რამიშვილი იგივე ზარალა, როგორც მას ბიზნეს წრეებში იცნობენ, ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. Silk Road ჯგუფის დამფუძნებლის საკუთრებაშია Silknet, Redissonis ქსელის სასტუმროები, Telegraph თბილისი, სამორინე ივერია, Silk Bank, ასევე არის ტელეკომპანია Euronews Georgia's დამფუძნებელიც. სხვადასხვა ხელისუფლებების პირობებში ის საკუთარი პროექტების განხორციელებას წარმატებით ახერხებდა. იგივე გაგრძელდა ქართული ოცნების მმართველობის პირობებშიც. ის დაახლოებული იყო ოთარ ფარცხალაძესთან და მის ოჯახთან. არ არის გამორიცხული, რომ ზარალას დაკავება სწორედ ოცნების შიგნით არსებულ კლანურ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს, რადგან ივანიშვილის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ოთარ ფარცხალაძეცაა. ჩვენ გვახსოვს წარსულში ოთარ ფარცხალაძე, მისი გავლენები და მისი მჭიდრო კავშირები, მათ შორის გიორგი რამიშვილთან. შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული სწორედ აი ამ შიდა კლანურ დაპირისპირებასთან, იმიტომ რომ ოთარ ფარცხალაძეც არის იმ ადამიანთა გარემოცვაში და იმ ადამიანების სიაში, რომლებიც დღეს არიან ბიძინა ივანიშვილის ობიექტები. გიორგი რამიშვილი არ იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძესთან გამართულ ბიზნესმენთან შეხვედრაზე. მისი ახალი სასტუმროს გახსნაზე კი ოცნების მაღალჩინოსნებიდან არავინ მისულა. შესაბამისად არ გამოირიცხება, რომ დაკავებით რამიშვილთან ერთად სხვა ბიზნესმენებიც გააფრთხილეს. რა თქმა უნდა, ეს გარემოება აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ ეს არის ამ ბიზნესის წინააღმდეგ გატარებული ანგარიშწორება და გზავნილი მათ შორის ბიზნესისთვის, რომ შემაკავებელი ფაქტორი ივანიშვილისთვის არ არსებობს. გიორგი რამიშვილი საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების პასუხად განცხადების გავრცელებას აპირებს. ადვოკატის განმარტებით სწორედ ამ წერილში ახსნის ის დაკავების გარემოებებს. საქმისთვის მსვლელობის მიცემისა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი ცნობილ ბიზნესმენს რამდენიმე წლის საპატიმროში გატარება მოუწევს.